USAID-ის მხრიდან საბიუჯეტო თანხების შესაძლო არამიზნობრივი ხარჯვის საკითხზე მოკვლევის დასრულებამდე შტატების ახალი ადმინისტრაცია გლობალურ ორგანიზაციას სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებს. სააგენტოს კორუმპირებულს და არაკომპეტენტურს უწოდებს პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც ხმაურიანი განცხადებები ილონ მასკთან ერთად გააკეთა. USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს მასკსაც. უფრო მეტიც ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის სამსახურის ხელმძღვანელი USAID-ის ქმედებებს საეჭვოს უწოდებს და ამბობს, რომ სააგენტო სავარაუდოდ არჩევნებზე გავლენას ახდენდა. მძიმე ბრალდებების ფონზე ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს ითანამშრომლონ მასკთან კადრების შემცირების საკითხზე. პარალელურად USAID-ის გაუქმების თავიდან ასაციებლად კონგრესში კანონპროექტი მზადდება. სალომე თორაძე ამბობთ. ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის გადაბარებისთანავე ჯერ USAID-ის მუშაობა შეაჩერა, გუშინ კი ამავე ორგანიზაციის გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მარტინმა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული პოსტის საშუალებით მიიღო. მარტინი იყო პასუხისმგებელი პირი, რომელიც სააგენტოსა თუ მისი პერსონალის მიერ ნებისმიერი სახის ბოროტად გამოყენების, თაღლითობისა თუ გაფლანგვის შესახებ გამოძიებისა და აუდიტის ჩატარება ევალებოდა. გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე კი მისმა ოფისმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ USAID-ის პერსონალის შემცირებამ და უცხოური დაფინანსების გაყინვამ გაართულა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენების პოტენციური შემთხვევების აღრიცხვის შესაძლებლობა, რითაც შესაძლოა 8,2 მილიარდი დოლარი ტერორისტული ჯგუფების ხელში აღმოჩნდეს. სტანდარტული პროტოკოლით USAID-ის პროგრამები მოითხოვს იმ შუამავალი პარტნიორების შემოწმებას, რომელთა საშუალებითაც პროგრამები ხორციელდება ავღანეთში, ერაყში, ლიბანში, პაკისტანში, სირიაში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში, ასევე იემენში. ანგარიშის მიხედვით კი ამ შემოწმების შესაძლებლობა ახლა პერსონალის შემცირების გამო შეწყდა. თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი USAID კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და სააგენტოს კორუმპირებული და არაკომპეტენტური უწოდა. ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან, თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვების საკითხზე. ამ ქვეყნისთვის მე ვიმედოვნებ, რომ ამ პასუხისმგებელ ადამიანს და სხვა პირებს, რომლებიც ანგარიშს მაბარებენ, მე და არიან პასუხისმგებლები, მისცემენ საშუალებას გააკეთონ სწორი საქმე. კერძოდ უზრუნველყო, რომ ყველაფერი არის პატიოსნად, ლეგიტიმურად და კომპეტენტურად. ჩვენ ვუყურებთ USAID-ს, ეს ერთია. ჩვენ ასევე შევისწავლით თავდაცვის განათლებას. არის კიდევ უფრო დიდი სფეროები, თუმცა USAID ნამდვილად კორუმპირებულია. ის კორუმპირებული და არაკომპეტენტურია. მე ვერ წარმომიდგენია, რომ მოსამართლემ თქვას, კარგი, შესაძლოა კორუმპირებულია, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლება. თქვენ აგირჩიეს ქვეყნის სამართავად და რომ ამერიკა კვლავ დიადი გახადოთ, თუმცა თქვენ არ გაქვთ უფლება შეისწავლოთ სწორია თუ არა ყველაფერი, რასაც ისინი იხდიან ან პატიოსნად იხდიან თუ არა. USAID-თან დაკავშირებით ამავე ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა ილონ მასკმა, რომელიც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, USAID-ის გარკვეული პროგრამები იყო ღირებული, რომელთა გაგრძელების გადაწყვეტილებაც ადმინისტრაციამ მიიღო. თუმცა იყო ისეთი ბევრი რამ, რაც არჩევნებზე გავლენას ახდენდა და ეს ეჭვებს იწვევს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ სახელმწიფო დეპარტამენტთან და სახელმწიფო მდივან რუბიოსთან. მაგალითად, ჩვენ განვახილეთ დაფინანსება ებოლას და HIV ინფექციის პრევენციისთვის და ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ, ასე რომ ჩვენ შეცდომებს დაუშვებთ. თუმცა ჩვენ ამ შეცდომებს ძალიან სწრაფად გამოვასწორებთ. ვფიქრობ, არის გარკვეული ღირებული რაღაცები, თუმცა ზოგადად თუ ვიტყვით, როგორია ჩადებული სახსრების შედეგი, მე ვიტყოდი, რომ არ არის ძალიან კარგი და იქიდან, რასაც USAID აკეთებდა, ბევრი რამ არჩევნებზე გავლენას ახდენდა, იმგვარად, რაც ჩემი აზრით იყო საეჭვო. ქმების თავიდან ასაცილებლად კანონპროექტს ამზადებენ კონგრესშიც. კანონპროექტის ავტორმა დემოკრატმა სარა ჯეიკობსმა განმარტა, რომ დოკუმენტი მიზნად ისახავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლას, რომ USAID-ის გასაუქმებლად არ გამოიყენონ სახელმწიფო სახსრები. ანუ ადმინისტრაციამ ვერ შეძლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასების გადახდა იმ პირებისთვის, რომლებიც სააგენტოს გაუქმებაზე მუშაობენ, მათ შორის მასკის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. აქვე აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმება არაკანონიერია.